ნახევარი საუკუნე ოპერის სცენაზე. იმერი კავსაძე ბოლოს მაყურებელს 2013 წელს დაემშვიდობა, თუმცა ცოტა ხნის წინ ის პროექტ მიმღერეში გამოჩნდა, რითიც ძალიან გაგვახარა. დღეს ბატონი იმერი ჩვენი სტუმარია და მასთან ერთად ვისაუბრებთ ტენორის იმ გზაზე, რომელიც ახალგაზრდობიდან დღემდე გამოიარა. მობრძანდით, ბატონო იმერი, მოგესალმებით. გამარჯობა. რა კარგია რომ გვესტუმრეთ. როგორ ყოველთვის გვიხარია თქვენი ნახვა და განსაკუთრებული ისტორიების მოსმენის მოლოდინში ვარ. დაბრძანდით. სასიამოვნოა რომ მოხვედით ჩვენთან. როგორ ბრძანდებით, როგორ ხასიათზე ხართ? დიდი მადლობა, ხასიათზე ძალიან კარგი. ძალიანაც კარგი. ახლა ჩვენ ძალიან ესე ნელა, დინჯად, ძალიან გვაინტერესებს აი ის გზა, რომელიც ტენორმა იმერი კავსაძემ გავია. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და აი ასე დავიწყოთ ყველაფერს. მოუყვეთ და ჩვენ დიდი რუდუნებით მოგისმენთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან საინტერესო ისტორიები გაქვთ ჩვენთვის მასაყოლი. ხო, საქმე იმაშია რომ იმხელა გზა გავიარე. კი. ესე იგი ჩემი პირველი სპექტაკლიდან ეს იყო 62 წლიდან. დიახ. აი დღევანდელ ფაქტიურად მე როგორც ვთქვი უკვე 2013 წელს დავამთავრე ჩემი სასცენო კარიერა. რატომ გადაწყვიტეთ აი ესე 2013-ს რომ დაგისრულებიეთ? რა ვიცით, ბოლო 22 წელი ვიყავი პოლონეთში. კი, კრაკოვის თეატრში ვიყავი და ახლა ჩავედი მაშინ, როდესაც მე უკვე გავხდი 55 წლის. ახლა ამ დროს ამთავრებს. ხო, ამ დროს ხო. წარმოვიდგინეთ, ძალიან ბევრმა დაამთავრა. მაგრამ მე რო ჩავედი, უნდა თავიდან დამეწყო ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე თბილისში რაღაც გარკვეული პერიოდი ნამუშევარი ვიყავი, ასე ვთქვათ, აღიარებული მომღერალის გახლდით და მაგრამ იქ უკვე თავიდან და დამეწყო ყველაფერი. რატომ გადაწყდა? აი ეს მაინტერესებდა ძალიან. უცხოეთში რომ გემღერათ, აი ეს გადაწყვეტილება საერთოდ რატომ გაჩნდა და რატო იყო ეს აუცილებელი? ეს უბრალოდ საინტერესო იყო და თქვენთვის თავგადასავალი იყო თუ აი რა როგორ ხდება? ეს ყველაფერი შემთხვევით იყო, იმიტომ რომ 91 წელი იყო მაშინ. თეატრში უკვე ძალიან ძიმე სიტუაცია იყო, სპექტაკლები შეჩერდა. სიტუაცია პოლიტიკური ძალიან ძიმე იყო. ნუ ფაქტობრივად იძულებული ბრძანდებოდით რომ წასულიყავით და იქ გაგრძელებინათ თქვენი კარიერა. გამოცდილების ჟამს მოგიწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება როგორ მოხდა, იცით? ჩვენი საბალეტო დასის 2 წევრი გივი აბესაძე და ალა აბესაძე. ეს იყო მოცეკვავეები. აღმოჩნდნენ შეცინის თეატრში. და იქ თურმე დირექტორმა უთხრა, რომ თუ შეიძლება მინდაო ვინმე ქართველი ტენორიო. დავირეკეს და ახლა გადავხედე მე სიტუაციას. სპექტაკლები არ იყო ახლა იმდენი და მე ვთხოვე. ჯანო კახიძე იყო მაშინ ჩვენი თეატრის ხელმძღვანელი და თუ შეიძლება 1 წლით წავალმეთქი. ну გიბადონო წადი იმიტომ რომ ახლა 1 გახდა 20 22 გაიჭიმა ასე რომ და ბოლო ისეთი ინტენსიური მუშაობით ვიყავი რომ აღარც ღირდა ესე იგი შეწყვეტა და ჩამოსვლა და თავიდან დაიწყებოდა მაშინ თბილისში მუშაობა. იცით რა არის? აი ჩემი შეხედულება საოპერო მომღერალზე ასეთია. თეატრში რომ ხარ, ბღერი და რაღაცა გარკვეული პერიოდით რაღაც ქრება შეიძლება, იცით? ადამიანის მდგომარეობაც, ვოკალიც და ყველაფერი. შეიძლება ერთ თეატრში ისე დაბერდე, რომ არ იყოს ძალიან შესამჩნევი. ანუ ეს აღმავლობის მომენტები ან დგება, ან შეიძლება არც დადგეს და ესე გაიარეს ერთად. თუ იმ პერიოდში შენ გადაწყვეტ სხვა თეატრში ჩამოსვლას, არ ღირს. მით უმეტეს იქ სადაც შენ იყავი უკვე რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე.
სანამ მოვიდოდით ოპერისა და ბალეტის სცენაზე, ჯერ თბილისის, როდესაც პრემიერა ჰქონდა 1962 წელს, ყველაფერი დაიწყო მუსიკალური 10 წლედიდან, ასე ხო? აი ესეც რომ მოგვიყვეთ და იქ მე მგონი იქ მარტო თქვენ არ იყავით, მე მგონი ბატონი კახიც იყო თქვენთან ერთად, ხო, ასე იყო. აი ეგ ის ცოტა მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვის. ციტი მძიმე დარტყმა. მე და კახი შევედით, შეგვიყვანა დედამ მუსიკაზე. ნუ ახლა მამაჩემი სულ იმას ოცნებობდა რომ ჩვენ მუსიკოსები გამოვსულიყავით და როდესაც დაიწყო ომი, მამა წაიყვანეს ჯარში და დედამ შეგვიყვანა მუსიკალურ 10 წლებში. კახი ფორტეპიანოზე, მე ვიოლინოზე და დავიწყეთ სწავლა და საკმაოდ ნორმალური მოწაფეები. ეჭვიც არ გვეპარება რომ ასე იყო. მეგრე აღმოჩნდა რომ თურმე მამაჩემი ტყვეთ ჩავარდა და ტყვეთ ეს ნიშნავდა ქვეყნის ღალატს. ხო, ხალხის ტრად შერაცმას, რა თქმა უნდა და ჩვენ ეგრევე გამოგვიშვეს 10 წლედიდან. 10 წლედიდან გამოგიშვეს, იმიტომ რომ ხალხის ტრის შვილები იყავით, ხო? იმიტომ რომ ამიარლი. და თან ხალხის მტერი იმიტომ იყო რომ ადამიანი ბრძოლაში იყო და ამ დროს ტყვე დაიყვანა. რა იყო იცით ფსიქოლოგია. შენ არ გაკუფლება ჩავარდე ტყვეთ. შენ ანუ და მოკვდე, ანუ და გაიმარჯვა. რაღაცა ესეთი გაუგებარი. მაგრამ მე არ მგონია რომ 10 წლედიდან გამოშვება დაამთავრებდა მუსიკას თქვენ ცხოვრებაში და ეს ჩანს კიდეც ეგ. ფაქტია. ახლა ჩვენ რო დავჩენილიყავით და ძირ გამომთხრელი საქმეები ჩამოტარები 10 წლებს. ეცარ მოედინათ ქვეყნის. და გაგვეთხარა. ბომბეიდან ლონდონამდე. ლონდონამდე როგორც კაცის პერსონაჟი ამბობს ხო? ხო და ნუ ახლა აღმოჩნდა ისე რომ გამოგვიშვეს, მაგრამ ყველაზე მტკივნეული რა იყო, იცით? ჩვენ სწავლის პერიოდში ვიღებდით სტიპენდიას. და ეს გამოგაკლდეთ. და რომ ნუ გამოგვაგლეს ერთია, მაგრამ დაუწყეს დედას დაქვითვა. დედა ხელფასიდან. ხელფასიდან დაქვითვა, ხა დედაჩემი ექიმი იყო და ახლა ხელფასები ომის შემდეგ არ იყო ახლა ისეთი. ძალიან ცხოვრება რო არ იქნებოდა გასაგებია. ძალიან დაგვეტყო. ახლა ისედაც ძნელი იყო ცხოვრება და მე თუმეტეს კიდე თუ დაქვითავდნენ ხელფასიდან. და შემდეგ როგორ განაგრძეთ, როგორ გადაწყვეტეთ, გული რომ უნდა ვისურდებოდათ ალბათ, მაგრამ მაინც ეთყობა რაღაცნაირად მუსიკის სიყვარულმა. იცით, შეურაცხყოფა. იცით, მე თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად. ჯერ ერთი რომ გაგაგდეს. კი არ გამოგვიშვეს. გაგვყარეს. და მეორე კიდე აი მისარა მატერიალური დარტყმა. დედას ხელფასამდე არ ყოფნიდა. ასე აიღებდა დედა ხელფასს, გათავდებოდა, სადღაც ისესხებდა და დედა ძალიან ისეთი პუნქტუალური ქალი იყო, აუცილებლად რო იტყოდა იმას უნდა ჩაესესხებინა. აიღებდა ხელფასს, ჩაასესხებდა, ნუ ესე იგი წვალებდა. ჰქონდათ თავი ფაქტობრივად ძალიან რთულად. დღევანდელი ასაკიდან რო უყურებთ აი ამ ყველაფერს, ამ წლებს, ამ ძიმე ეპიზოდებმა უფრო მეტად გაგაძლიერათ თუ დაგაკლოთ რაღაცები, რაც ბავშვს გინდოდა თუ არა, იცით რა, ცოტა ძნელია ადამიანმა რაღაცა სიმძიმე იგრძნოს. უბრალოდ მე ვთვლი რომ ჩვენ რომ არ გავბოროტდით ეს დედაჩემის დიდი დამსახურება. მიუხედავად იმისა რომ ასეთი ძიმე ცხოვრების ქარცეცხლში ვიყავით, მაინც დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა რომ რაღაცა ჯერ ეს ერთი რომ ყოფილიყავით ახლოს კავსაძეებთან. დედაჩემი რაღაცა არაადამიანურად უყვარდა კავსაძეები. იმიტომ რომ მამას და დედას ჰქონდათ დამოკიდებულება ძალიან ისეთი ჯერ ისედაც ამხელა განცდაში იყო დედა თქვენი, იმიტომ რომ აი ქმარი წავიდა ომში ტყვეთ ჩავარდა, ვერ დაბრუნდა და შესაბამისად აი შვილები ამხელა პასუხისგებლობა მასზე ძალიან რთული. ამბავი. დედაჩემს
ახლობლე მეგობრები ნათესაები ეძახდნენ ირინა ბუგრიმოვას. იყო ასეთი მომთვინიერებელი და ორი მომითხავს გარეული ცხოვრების ძალიან საინტერესო იქნება ხა ნაწყვეტი ვნახოთ თუ შეიძლება სპექტაკლიდან ტოსკა სადაც თქვენი მონაწილეობით და გავიხსენოთ ის დროც საოჯახო არქივიდან არის ეს ვიდეო Ai, que tinha. საოცარი შესრულება, როგორი ლირიული ტენორია, როგორი სასიამოვნო მოსასმენია ძალიან თქვენი ხმა ძალიან ამ პერიოდზე რო ვისაუბრეთ წარმოშობის დაბეჭდილება. ეს არის 98 წელია თებერვალია მე მგონი, არ მაისი. აჰა. და ვიყავი უკვე კაიგვარი ანიხნის. აი ხოთაშორის ამაზე ვფიქრობდი, ხმა ხომ მაინც ისეთი რამე ეს არ არის ცალკე ინსტრუმენტი, ეს არის ორგანიზმის ნაწილი, რომელიც ასაკზე, მდგომარეობაზე, ნერვულ ყველაფერზე რეაგირებს. გენეტიკას თუ უკავშირებთ იმას, რომ ეს ხმა ამდენი წლის განმავლობაში ესე ძლიერად და ხარისხიანად ფუნქციონირებს და გააქვთ საშუალება რომ იმღეროთ, იმიტომ რომ ეს კალთსაძეების ხაზი გენეტიკურად ალბათ გენეტიკა რა თქმა უნდა არის, კი, მართალია, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს მაინც რეჟიმის დიდი დამსახურება. იმიტომ მე მთელი ჩემი ცხოვრება რეჟიმში ვიყავი, იცით? აი როგორი იყო? გაგვიზიაროთ. მე ჩვენც გვინდა რომ ვიმღეროთ. ძალიან რომ გვინდოდეს არაფერი გამოგვივა ეკო 100 გარაზას ვიყარეთ. დავიწყოთ იქიდან რომ ფიზიკური მდგომარეობა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ვიყავი ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი. იმ ხრივ რომ ვარჯიშობდი ყოველ დღე. ყოველ დღე დილით რო ავდგებოდი, ნახევარი საათი, სულ ცოტა ნახევარი საათი უნდა ფიზიკურად მევარჯიშა. ესე იწყებოდა ჩემი დღე და აი ესე დღემდე ასე ვარ. დღემდე ვარჯიშობ? ხო, აუცილებლად, კი. ერთი დღე თუ რაღაცად გამოვრჩება და აი ეს დღე თითქოს აი მოშობული რაღაცა მაკლია. და იმიტომ ხა თავს არ ვიგებ, მაგრამ ახლა პრინციპში ადამიანმა როგორღაც უნდა გაიხანგრძლივოს თავისი ჯანმრთელობა, რა? ყველას ეს უნდა აბსოლუტურად ადამიანი არ მეგულება დედამიწაზე ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის გახანგრძლივება. განსაკუთრებით როცა პროფესიულად საჭირო არის ეს და კიდევ ერთი ძალიან დიდი ფაქტორი რომ მეცადინობდი ყოველ დღე. მქონდა
რეპეტიცია, სპექტაკლი მქონდა, არ მქონდა მაგას მნიშვნელობა. აუცილებლად უნდა მე ჩამეტარებინა ჩემი აი სამეცადინო აი ეს თქვენი დისციპლინური რუტინის ნაწილი იყო. ნებისყოფა გქონია ძალიან კარგი. საერთოდ რეჟიმისთვის ნებისყოფა. გაგვიგია რომ თეატრში აბსოლუტურად ყველა პარტია იცოდაო ყოველთვის ბატონო იმერიმო. ასე იყო ზეპირად იცოდა და შეეძლო ემღერაო, არანაირი პრობლემა არ იყო, ამასაც ამბობდნენ. ცოტა უხერხული ამაზე ლაპარაკი რომ რამდენად მომზადებული ხარ თქვა გარკვეული სპექტაკლის სამღერად. სხვის პარტიებზე მაგაზია თორე შემოგია რა გინდა თეატრში. ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლები გაქვთ, თამაშები, როლებიც და აი ყველაზე გარდამტეხი რომელი იყო თქვენ როგორ ფიქრობთ, რამაც თქვათ მოგიტანეთ პოპულარობა, თუნდაც აი თქვენ თავში დაჯერება საკუთარი თავის და შემდეგ უკვე რაღაცები ნელ-ნელა იცვლება ხოლმე, ყოველთვის არის ყველა არტისტის ცხოვრებაში ასისტენტი. რა არის, იცით, მე რომ ვიწყებდი სწავლას, ვითვლებოდი ულტრა ლირიული ტენორი. აჰა. კი ბატონო. პირველი ასეთი შეჭიდება დიდ პარტიასთან არა ლირიულთან იყო კონსერვატორიაში რო ვიყავი მეხუთე კურსზე. გრიგოლ კილაძე იყო მაშინ საოპერო მომზადების კათედრის გამგე და გადაწყვიტა რომ მე უნდა მემღერა აბესალომი და ეს იყო რაღაცა ბომბასა როგორ შეიძლება ამ კაცმა რომ იმღეროს ეს ხო ლირიული ტენორია არ შეიძლება და ამაზე იყო დიდი კათედრაზე რომ იყოს თუ არ იყოს და მაგრამ ნუ ახლა გრიშამ თქვა მე ვიღებ ჩემ თავზეო მე ვამეცადინებო და მე ბატონ გრიშასაგან იმდენი რამე გავიგე იმდენი რამე ესე იგი რაღაცა სეკრეტები თუ შეიძლება ითქვას იცით ისწავლეთ მიუხედავად იმისა რომ ვოკალისტი არ იყო ის არასოდეს არ ერეოდა ვოკალში ის გეუბნებოდა როგორ რა გააკეთო. რა ხასიათი იყო საჭირო. და ერთი რომელსაც მე ახლა ვცდილობ რომ გადავცე ვიღაცას რაღაცა თუ ვინმე მიიღებს ჩემგან, კი ბატონო, რომ ღერი რა იცით ისეთი სეკრეტი თქვა რომ შენ პარტია ისე უნდა ისწავლო რომ ღერიო თვალებით აი კლავირს ხედავდე სად არის შენი ხაზი მიყვებოდე წარმოსახვაში თვალეთ და როდესაც სცენაზე თქვა აინგრეოდა რაღაცა არის ხოლმე ანსამბლი ინგრევა დირიჟორს გახედა იცი სად არის ხელი ეს ამ ფრაზაზეა ესე იგი შენ არასოდეს არ შეგეშლება შენ ისი სად ხარ და ის ნიუანსები რომელიც მნიშვნელოვანია ძალიან. სხვადასხვის კილაძის დამსახურება და მან გასწავლეთ. აი ეს პარტიაზე ტყუილად არ გვისაუბრია, ანუ საკმაოდ ბევრი როლი გაქვს შესრულებული. რომელი გიყვართ ყველაზე მეტად შეიძლება გითხოთ, თუ არსებობს ასეთი. ახლა გეტყვით. როდესაც ადამიანი რაღაცის სწავლას იწყებს, ის უყვარს ყველაზე მეტად. მაგრამ მე გროვდება ეს ხო ახლა დამთავრებულია? რაღაც არ მინდა რაღაცა ისე შევადარო, მაგრამ ხალხთან რაღაცა დაკავშირებული თქვა. ხო შეიძლება ეს გიყვარს დღეს და არა ეს ხო. მე ჩაივლის ეს მებათაღი. ბევრისგან ხო გესმენია ეგრე. ხო და არის პარტია რომელიც გიყვარს. გძნობ და აი გიხარია რომ ღერი. რაღაც შენია. კი. ასეთი არის. ასეთი არის. აი მაგალითად ჩვენთან იყო სპექტაკლი პირველი სიყვარული. დიახ. ნოშრევანს ღეროდ. ნოშევანი ცოტა შერეგილია. და ეს არის შერეგილები. შერეგილები და დოქტორი, ექიმი. ნოშრევან კუჭუხიძე. რა საინტერესო. ისე არის ნოშრევანის რომანსი დაწერილი. რომ ღერი ქსიამოვნებს არა მაგრამ ცოტა ძნელია ვოკალურად ძნელი სამღერია მაგრამ ისეთი სიამოვნებით მღეროდი ამ სპექტაკლს რომ
აი პირდაპირ ვიღებდი მე თვითონ სიამოვნებაში. აი ახლა სხვათა შორის გვინდა რომ ეს სიხარული გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელსაც და გითხრათ რომ ოჯახური არქივიდან გვაქვს ის ექსკლუზიური კადრები რომელიც პირველად გავა ეთერში ჩვენთან და აი სწორედ აი ეს იქნება ნოჩერევანის პარტია რომელსაც ახლა იხილავს ჩვენი ტელემაყურებელი ექსკლუზიურად ჩვენს ეთერში ერთად შევხედოთ რა პროექტი. შევხედოთ კი ბატონო. ძალიან გული წყდება რომ არ ვიყავი სპექტაკლზე. შევანიც გავიცანი. ბატონო იმერი სანამ დავასრულებთ საუბარს გამოდის რომ ესე შეგვიძლია შევაჯამოთ ესე იგი 2013-ში დაემშვიდობეთ სცენიდან სმენელს და პროექტ მიმღერეში უკვე ეკრანიდან რაღაცა ხელახლა თითქოს ახალი ეტაპი დაიწყო თქვენ. არაფერი. ჩემთვის იმდანაც მოულოდნელი იყო. რომ მე ვთქვა რა. იმ ხევა საჩუქარი აჩუქეთ თქვენ მიმღერეს მაყურებელს ისე გაიხარა ხალხმა თქვენი გამოჩენით და ისე ისიამოვნა ყველა ეპიზოდი იყო რაღაცა განსაკუთრებული მათთვის ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თქვენ ბატონო თქვენც ისიამოვნეთ სამბერე თქვენც გაიხარეთ ხო სიამოვნებით მე უკვე აღვიქვიეს რაც გავიარე და პირდაპირ ხანდახან ვფიქრობ მაგრამ ეს სიამოვნება რო არ მიმეღო ესე იგი არ მიმეღო მონაწილეობა მაშინ ძალიან დიდი რაღაცა დამაგრდებოდა დაგაკლდებოდა თქვენს და მაყურებლებსაც და ჩვენ ყველას დაგვაკლდებოდა ნამდვილად მე თვითონაც ძალიან დამაგრდებოდა ძალიან დიდი მადლობა ბატონო იმერი მობრძანებისთვის ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან ერთად ხართ სულ არა მხოლოდ მიმღერეში არამედ ჩვენს გულებში ხართ ყოველთვის და ძალიან გვიყვარხართ ძალიან გაფასებთ და ყოველივე კარგს გისურვებთ როგორც ყოველთვის ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჯერესეთი მოწვევისათვის და მე აი იცით მე აქედან მინდა დიდი მადლობა უთხრა მიმღერეს ავტორებს ესე იგი შემოქმედებით ჯგუფს სულ ყველა აი ესეთი ორი თვე ისეთი რაღაცა სიტუაცია იყო ისეთი ხალხი გავიცანი ისეთი რაღაც სიტყვა ვიგრძენი რომ აი თავიდან თითქოს დავიწყე ცხოვრება შესანიშნავი გრძნობა. დიდი მადლობა ეკა ნაცმიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს კოლეგებს, ვინც ამ პროექტისთვის. გული და სულით, აი
უზარმაზარ პატივს ვცემ თელ ამ შემოქმედებით. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. ძალიან მალე დაგიბრუნდებით და უკვე გავიგებთ თუ როგორი მზადება არის, ვინ არის ნახევარფინალისტვის დაგველოდეთ. არ გამოდობო. დღეს 22 საათზე. ეს ნახევარფინალია და ეს არის მეგაშოუ. ვინ არის? და გორის ქალთა გუნდი დიდ დღესასწაულს გპირდება. ნახევარფინალში არიან პანტერა, კენგურუ, ფარაონი და მედუზა. მე შეიძლება დღესაც ავფარდა. აი რაღაც გრანდიოზული მიუზიკლზე მეგონა თავის პრეცედენტო ნახევარფინალი. არავინ არაფერს არ ვიწყებ. და ჟიურის ვაპროტესტებ ახლა ამ ამბავს. დღეს 22 საათზე. სულ სხვა სიმაღლეზე გავედით. ყველაზე მაგარი შოუა მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენი ჯადოსნური შოუს ის მათი ხმა ნახევარფინალი. ეს იქნება დღეს აი ეს მეაგიჩნაოთ ვინ დატოვებს ნახევარფინალს? კენგურუ, პანტერა, მედუზა თუ ფარაონი? დაელოდეთ 22 საათზე იმედზე. გადაცემის პარტნიორია ესპანური ბრენდი ბიფაზი, რომლის ასორტიმენტი მოიცავს სახის, სხეულის და თმის მოვლის პროდუქტებს. ბრენდი ბიფაზი წარმოდგენილია ავერსის აფთიაქებში. პროექტის სპონსორია დეველოპერული კომპანია Episode Development. შექმენი შენი ახალი ეპიზოდი Episode Development-თან ერთად. ყველაზე აზარტული შოუ ეთამაშე შასა ანრისთან ერთად მონაწილეები პარასკევს 22 საათსა და 30-ზე. ესენი რაღაც შემოგზავნილები არის. ყველაზე ენერგიული უხერხულად გამდიდრებული გოგოები. შეჩაქრება მეგობრობას თავდება და აზარტული მუსიკალური შოუ. იმღერა ფიალა მინდა ფიალა იცეკვე შენ თვითონ გამოიცადე ეს საზამთროდან ესვია შაზამ შენ მიგეკითხება ჩემი სიმღერა დამარცხეს ჩასამი და მოიგე პირველი შემთხვევაა როდესაც 25,000 ლარი ეთამაშე შაზამს იმედზე. კორეგას გამოწვევა. რა განსხვავებას მოგიტანთ კორეგამ მთელი დღის განმავლობაში? საუზმიდან სადილამდე და ვახშმამდე. კორეგა უზრუნველყოფს ძლიერ ფიქსაციას და კომფორტს. ბლოკავს საკვების ნაწილაკებს, რაც იწვევს გრძილების გაღიზიანებას. შეიძინეთ ნებისმიერი კორეგა. გამოცადეთ თუ არ ხართ მაყოფილი, დაიბრუნეთ თანხა. თანხის დასაბრუნებლად დაგვირეკეთ ან შეავსეთ ფორმა საიტზე. გორგია 27 წლისაა. მოდი, უპრეცედენტო 76%-მდე ფასდაკლებებზე გორგიაში 11 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით და შეიძინე ათლარად, ტრიმერი, სასორი, ელექტროჩაიდანი, ყავის მადუღარა. გვეწვიეთ ფილიალებში ან შეიძინეთ ონლაინ. გურუ ჰოლდინგი გთავაზობთ. შეიძინე ბინა ბათუმში პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში გურუ სტატუსი. გურუ სტატუსში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი Holiday Inn Express-ი განთავსდება. აქ თქვენ გელოდებათ ლობი და რეცეპცია, 150 მანქანაზე გათვლილი პარკინგი, ღია საცურაო აუზი, ბათუმის ყველაზე პრესტიჟული უბანი, ახალი ბულვარი, ზღვიდან 150 მეტრი, ტერასა ბოლო სართულზე. გურუ ჰოლდინგი, შენი ზღვისპირა სახლი ბათუმის ბულვარში. ჯადოსნობა ბარნის თითოეულ შეფუთვაში. იპოვეთ კოდების შეკრაში და გადაცვალეთ ისინი სამავშო ხელოვნებისა და გასართობის სამყაროს ბილეთებზე. შემოუერთდით ბარნი კლუბს. დღეს 19 საათზე შანტაჟი
ერთი და იგივე ჭრილობა გვაქვს მიღებული. ნამდვილად არ ვიცი, შევძლებთ ჩვენ ერთმანეთის გაკურნებას. როდესაც საუბარი ოჯახს ეხება, ნებისმიერ სიფრთხილეს ვიჩევი. შენთან კამაჩი ყოველთვის მე ვიქნები დამარცხებული. შენ ახლა უნდა ნახო, ფილმი ახლა იწყება. დღესაც არის გასართობი გადაცემების სპონსორია სებამედი. კლინიკურად ტესტირებული და შექმნილი კანის ბუნებრივი ბალანსის შესანარჩუნებლად. გერმანული ხარისხი მთელი ოჯახისთვის PSP-ში. მოგისალმება სლოვაკეთიდან. ოვასკა ბისტრიცა. აი ესეთი ლამაზი სახელი აქვს, იცი? ეს არის ქალაქი მდიდარი ისტორიით. სლოვაკეთი არის ევროპის შუაგული. რა აერთიანებს ქართულ კულტურაში საქართველოს და სლოვაკეთს თუ გახსოვთ? რაჭა ჩემი სიყვარული. რაჭა ჩემი სიყვარული. მე კიდევ ნახავ, სადაც პრინცესები ცხოვრობენ. წლებია ყოველ წელს ეს სასახლე ჯილდოვდება როგორც საუკეთესო. როგორც ხედავთ, ჩვენ ისევ 6 ვართ პრაიმ შოუში. პრაიმ შოუ იმედზე. წარმოუდგენელი და გაუგონარი გზა გამოიარა. მილედი ჩხემიანი, ანუ მე დავიბადე სოხუმში. ორი ცხოვრებით იცხოვრეთ. მილედი და თინათინი. ძალიან ბედნიერი იყო მილედი სოხუმში. რამდენი წლიც იყავით? 20 წლის ვიყავი, რო დაიწყო ომი. უღელტეხილზე ავდიოდით 9 დღე და ღამე. და მე ვიყავი 4 თვის ორსული. აი ეს ეზო, ის სახლი. რამოდენიმე წლების მქონდა ეგ სიზმარი, რომ მივდიოდა და ვერავინ ვერ მცნობს. ის 7 წლის იყო, როცა დიაგნოზი დაუსვეს. სიმართლე გითხრათ, სიკვდილის არ მეშინოდა, რადგან ისეთ ასაკში ვიყავი, რომ უფასრო გავეყვანე, გააზრებული ცოდვა არ მქონდა ჩადენილი. სხვა რაკურსი. იმედზე. 19 ივლის, შაბათს, 19 საათზე, ივლისის ტესტ მატჩები. სამხრეთ აფრიკა, საქართველო. პირდაპირი ტრანსლაცია სამხრეთ აფრიკიდან. დიდი რაგბი იმედზე. დეველოპერული კომპანია მეტროპოლი რაგბის ტრანსლაციის წარმომადგენია. ერთად ჩავიფიქროთ ბორჯღალოსნების გამარჯვება. მეტროპოლ ქავთარაძე, სახლი რომელიც ჩაიფიქრე. ეროვნული ნაკრების მატჩებს იმედზე წარმოგიდგენთ არემჭი. ქართული რაგბის ერთგული კომაგი. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. დღეს არის ორშაბათი არის კვირის დასაწყისი. ყველაზე სერიოზული დღე, როგორც მე ვიტყოდი და შესაბამისად იმედის ეთერში დატვირთული არის გადაცემები, საინტერესო ამბები, თუმცა ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე საიდუმლოებით სავსე, ყველაზე აზარტული მეგა შოუ ემზადება სტარტს იღებს ნახევარფინალისთვის. სულ რამდენიმე საათი დარჩა იმისათვის, რომ გავიგოთ თუ ვინ გადავა ნახევარფინალში, მოიხსნის თუ არა ვინმე კიდევ იმას ნიღაბს, უბრალოდ ფინალში ვერ გადავა, რადგან დღეს არის ნახევარფინალი და უკვე გამოაშკარავდებიან ის ადამიანები, რომლებმაც აი ამ მთელი 2 თვის განმავლობაში იმაში გვამყოფეს ისეთი ადრენალინის ქვეშ და ისეთი ინტერესში, რომ რაღაცა აი ნებათაღელვა იყოსო, აბა ის არის და რა თქმა უნდა დეტექტივებისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ის იქნება სურპრიზი იქნება, იმიტომ რომ მათ ვერაფრით ვერ გამოიცნეს რამდენიმე პერსონაჟი, მაგალითად პანტერა, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ფარაონის უკვე მე თვითონაც ამერია ეს ყველაფერი, მედუზა და კენგურო, კი. აი, იმიტომ ვინ არის და მოდით ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთოთ ანრი ჯოხაძეთ, რომელიც ალბათ ნასიამოვნებად გაკვირვებული არის, გამოჩენილი დეტექტივი, კი, თავისი მე ისეთი საოცრებები
ინტერვიუები ჩაატარა, ისე გაარტყა ერთ რაღაც ნოტაზე რამდენიმე ადამიანი, რომ ნუ რა თქმა უნდა, ხა ანრის თავისი პროფესიის უზადო პროფესიონალია და ისეთი ყური აქვს, რომ ჩვენ რა უნდა ვთქვათ, მაგრამ ანრი თვითონ გვაკვირვებს, არა მხოლოდ მონაწილეები და პერსონაჟები. ანრი, გამარჯობა. გამარჯობა. სალამი ანრი. მივესალმები იმედის ერთგულ მაყურებელს, როგორ ხარ სტუდიაში. არა გვიშავს, თავად ხომ კარგად? ანრი, ესე იგი, ყოველთვის, ოდესაც მთავრდება ხოლმე სეზონი, ვინ არის, ვფიქრობთ, რომ ნუ რაღა უნდა იყოს აწი, ვინ უნდა გაგვარკვირვოს და ერთმანეთზე უკეთესი სეზონები გამოდის. კი, ნამდვილად და რო არ ელოდები არავის. წელსაც აი 4-ში ყველა გამორჩეულია და მე-4-ს ძალიან გამორჩეულია. რა იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი? მოდი, სანამ დღევანდელ დეტალებზე გადავალთ, გითხარი ამ პროექტის განმავლობაში აქამდე ნახევარ ფინალამდე. იცი რა არის, ეს სიურპრიზები არასოდეს დამთავრდა ამ სეზონზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლევანდელი მე-4 სეზონი ვინ არის ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია, იმიტომ რომ აი სწორედ ამ სიურპრიზების გამო, ესე იგი, თავიდან გონია რომ აი პირველი 3 თოჯინა გაიხსნება და ეს ლეგენდები, დიდებული არტისტები ამოდიან და არასოდეს დამთავრდა ეს დიდებულება ამ შოუში. ანუ შესაბამისად წლევანდელი სეზონი იყო გამორჩეული სწორედ ამ დიდებული სიურპრიზებით. და ჩემთვის გამორჩეული ეპიზოდი იყო ემოციურად, როდესაც საათის მიღმა აღმოვაჩინე რომ იმყოფებოდა ლეგენდარული კომპოზიტორი ქალბატონი ნუნუ დუღაშვილი, რაც ნამდვილად ჩემთვისაც შოკი იყო და მთელი აუდიტორიის. დუღაშვილი სანამ ნიღაბს მოიხსნი და ანრი მე მგონი მანამდე წინა პირველ გამოჩენაზე თქვა რომ აი რაღაცო ეხლაო რაღაც ერთი ბგერის მეასედი გავიგეო და აიო კახეთო ჩემო კახეთოშიო როგორცო თითქოსო ამ ბგერას წარმოთქვამდაო კი, აი რაღაც აი ეს ხო იყო აბსოლუტურად მუსიკალური მიგნება, რომ დავაკავშირე ტემბრი და ერთადერთი მართლა ვინც მომივიდა ვერსიად და თქვი რომ ახლა რომ აქიდან ნუნუ დუღაშვილი ამოვიდეს გადავკირავდები ხო მართლაც ასე მოხდა, იმიტომ რომ ნუ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მეტი ვერსია არ მქონდა. გადაყირავებას ცოტა კიდე გაკლდა ისე შეიცხადე ანრი ეს მომენტი, როდესაც ქალბატონმა ნუნუ მოიხსნა თავისი საათის მიღება. კი, იმით მახსოვს ისა დავემხე ესეთ მუხლი მოვიყარე და ფათაშორის აი დღეს ცოტა ამინდი რომ შეიცვალა ეგრეთ წოდებული შორტები ჩავიწვი და დავხედე ფეხს და დღემდე იარა მაქვს მუხლს ეს ფათაშორის მაშინდელი დაცემის, მაგრამ ისიც დაცემა იყო როდესაც ყველაზე ბედნიერი წამოვდექი იმ სცენიდან, როდესაც ნუნუ დუღაშვილს მივაგე პატივი. ანდრე, მოდი ახლა გადავიდეთ დღევანდელ დღეზე, დღეს ზუსტად 2 საათზე, 22 საათზე, უფრო სწორად იმედის ეთერში დაიწყება უკვე ნახევარფინალი, ვინ არის, რომელსაც ყველა ველოდებით და ძალიან გვაინტერესებს ვინ გადავა ფინალში. მოდი, აი დღევანდელ საღამოზეც რომ ვისაუბროთ დეტალებში. ფინალში მე ვერ მოგიყვებით. არა, თავისთავად ეს არ მოგიყვებით. რაც შეეხება ეკო ნახევარფინალს, ესე იგი, აქაც განსაკუთრებული შოუ გველოდება, იმიტომ რომ ეს იქნება გოსპელური ჟანრის ნახევარფინალი, სადაც თეონა ცირამუას გორის ქალთა გუნდი აჟღერებს საოცარ მუსიკას და კი იცით ეს გოგოები როგორ მღერიან და რა დონის პროფესიონალები არიან, ეს კიდე ცალკე მუსიკალური ზეიმი გვექნება, გარდა იმისა, რომ სანახაობრივად იქნება სასწაული ტრადიციულად. ასე რომ დიდი მუსიკალური, ასე ვთქვათ, ნირვანა გველის დღეს 22 საათზე იმედის ეთერში. აი ერთი შეკითხვა მაქვს, შენ ახლა გამოჩენილი დეტექტივი ხარ, ეს თავიდანვე ვთქვი მე და კარგად იცი ხოლმე გამოცნობა. იცი რა მინდა გკითხო. რა თქმა უნდა ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შენ შემთხვევაში რას უფრო აქცევ ხოლმე ყურადღებას? აი იმას მინიშნებებს თუ მაინც ხმის თემზე აკეთებ ხოლმე აქცენტს, რომელი უფრო ამართლებს? თუ ეს ორივე როგორ არის? ამ სეზონზე ძალიან
გადავერთე ხმის ტემბრზე. მანამდე უფრო მინიშნებებზე და რაღაცა სხეულის ფორმებით იქნებ ვიღაცას გავს და ასე შემდეგ. აი წლევანდელ სეზონზე ძალიან გამიტკბა ტემბრების აღმოჩენა და თან გავარტყი თან ვერა. შემთხვევაში გაამართლა კიდეც ნამდვილად. ამ სიამოვნებამ ტემბრებზე დაკვირვების. რეკორდი მოვხსენი გამოცნობის და ცოტა ცუდი ყოფილა ამდენი სწორი ვერსიის დასახელება, იმიტომ რომ რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ ღმერთო ინტერესი არ ვკარგავ ახლა ამ როგორც დეტექტივისა და ეს არ მოხდება. ვერ მოხდება, იმიტომ რომ შენ დარწმუნებული ხო არ ხარო ნამდვილად ეს არის, ეს ხო შენი ვარაუდია და ეს რომ მტკიცდება ხოლმე, მე ამან შეიძლება კიდე ხელიც კი შეგიშალოს სხვათა შორის. ალბათ. თამარ გვერდწითელის გამოჩენამ გამოიწვია კიდე უდიდესი აჟიოტაჟი. ნამდვილად ეს იყო შენი პროექტის ნამდვილი ფურორი, იმიტომ რომ მეც კი რომელიც თამარის ასე ვთქვათ ფანი ვარ მთელი ცხოვრება და მისი ყველა ბგერა ვიცი და ყველა ვოკალური ნიუანსი, აი მე ვერ გამოვიცანი და თქვი კიდეც რომ მთელი ცხოვრება ამ სირცხულს ვერ ჩამოვიღეცა, იმიტომ რომ მე ვერ გამოვიცანით ამრიგო გვერდწითელი, მაგრამ აი უწორედ იმასო მეტყველებს რომ ეს ქალი მართლა გენიოსია, ისე შეცვალა და შენიღება თავის ვოკალი, რომ აი მეც კი რომელიც მას მთელი ცხოვრება ვეთაყვანები და მართლა მისი ყველა ბგერა ვიცი გაჟღერებული აბსოლუტურად ახლოცაც კი არ ვიყავი ვერსიას. მით უმეტეს, როდესაც ვერ გამოვიცნობთ ხოლმე თქვათ პერსონაჟებს, გვინდა რომ აი კიდევ შემდეგ ეპიზოდში იყოს იქნებ რა იმდენად ვერავინ ვერ გამოიცნო, რომ შემდეგ უკვე რაღაცნაირად გამოწვევა იყო დეტექტივების და უკვე ინტერესი იყო რომ მოიხსენი ნიღაბი რომ დავწრდას. მოიხსენს მომენტზე. როგორ ხდება რომ უცებ აღმოაჩენენ რომ ასეთი სახალხო მომღერალი, ასეთი რანგის არტისტია შოუში და მე უკვე ჩვენ დეტექტივებს გვანძღავენ რატო გაუშვით და ამას მე აკეთებენ რატო. ვიკითხო ზუსტად თვითონ დეტექტივებიც ერთმანეთში თითქოს ერთმანეთს ისე დაასწრებს დასახელებას, ვინ უნდა მოიხსნას, რომ პასუხისმგებლობა თითქოს არ აიღოს მესამემ, რომ გადაწყვიტოს საბოლოო ჯამში რომელი პერსონაჟი იხსნის ნიღაბს. აი თქვენი ეს სამეულის გადანაწილება მაინტერესებს, როგორც ცდილობთ ხოლმე, რომ პირველმა თქვათ, ვინ უნდა მოიხსნას ნიღაბი და ეს არის ინტერესი. მარიტა, ნახე როგორ იყო რა უი, მე მგონი ტექნიკური პრობლემა გვაქვს, მაგრამ დაუბრუნდება. ანრი დარწმუნებული ვარ. ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც იყო იმ მომენტში გაიგე და შევს კიდე დაველაპარაკებთ. მოკლედ, მოდი ახლა დაველოდოთ, ბარემ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ აი ასეთი სიურპრიზების შემდეგ წარმოიდგინეთ რა სახელები და გვარები, რა სახეები ამოდიოდა ნიღბებიდან. ახლა უკვე ნახევარფინალში მთლად გავგიჟდებით, ალბათ რას უნდა ველოდოთ. ფინალზე რომ არაფერი ვთქვათ. თავისთავად და ბუნებრივია რომ დღეს 22 საათზე ყველა ვუყურებთ იმედს. მაშინ ჩვენ ველოდებით რა თქმა უნდა ვინ არის და მანამდე ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, გეგმიურად. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც უკვე თეატრალური გახლავთ, ბატონო კლასიკო, 18 ივლისს საღამოს 7 საათზე საჩხერეში პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი სახელად პაოლო იწვევს მაყურებელს პრემიერაზე. წარმოდგენილი იქნება მეტამორფოზა ფრანც კაფკას ნაწარმოების მიხედვით, რომლის რეჟისორი და მხატვარი გახლავთ გიორგი მეტონიძე. ჩვენ ახლა კადრებს ხედავთ ამ სპექტაკლიდან და სანამ ჩვენი სტუმრები შემოგვიერთდებიან ეთერში, მინდა გითხრათ, რომ ამ სპექტაკლმა თეატრალურ ფესტივალზე, რომელსაც თეატრალური იმერეთი ქვია, 2 ჯილდო მოიპოვა. ერთი არის საუკეთესო მუსიკა და ქორეოგრაფია და გეტყვით, რომ კომპოზიტორი არის ბეგი ნიკოლეიშვილი და მეორე ჯილდო არის საუკეთესო მამაკაცის როლი, მსახიობი ბუბა სავანელი. სწორედ ბუბა სავანელი, ანუ საუკეთესო მამაკაცის მსახიობი და სპექტაკლის რეჟისორი გიორგი მეტონიძე ახლა სტუდიაში შემოგვიერთდებიან და უფრო მეც ვისაუბრებთ მათ გადაწყვეტილებაზე, როგორ არის კაფკა წარმოდგენილი საჩხერის სცენაზე და გამარჯვებასაც მოგილოცავთ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე. თეატრალი ხალხი მოვიდა. გადაცემა გვაქვს დღეს. ყველა სფეროს გამარჯვება. სალამი. გამარჯვება. გილოცავთ პირველ რიგში გამარჯვება სპექტაკლის ესე აღნიშნვა 2 პრემიით, პატარა ამბავი არ არის. გაიხარეთ, მადლობთ, გაიხარეთ. და მზადდება უკვე საპრემიერო ჩვენება მოახლოვდა. გითხარით აბა მაყურებლები დამსწრეები როგორ მოემზადონ სპექტაკლისთვის, რა გადაწყვეტა იქნება კაფკას. კაფკა, ფრანც კაფკა, ჯერ მოგესალმებით კიდევ ერჯერ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს.
სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა ყოველთვის და რაც შეეხება ფრანც კაფკას კავკასთან შემზადებაა საჭირო. ესეთ თემას არ უნდა შეშჭიდება. ძალიან საკმაოდ რთული თემაა და საკმაოდ ნაცნობი და ახლო თემაა თითოეული ჩვენთაგანისთვის რამე თუ ძალიან ბევრი ალეგორიებია დღევანდელ ყოფასთან ამ ნაწარმოებში და ჩვენი სპექტაკლი მთლიანად არავერბალური მოძრაობის თეატრის ხერხშია გადაწყვეტილი არავერბალურად და მაინც რაღაც ესეთი სურეალისტურ სტილშია გადაწყვეტილი დალისეული სურეალიზმისკენ წავედით და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა ესე ვთქვათ ანუ მთლიანად არის ქორეოგრაფია, მუსიკა. მთლიანად არის მოძრაობის თეატრის ელემენტებით არავერბალური სპექტაკლია და საკმაოდ საინტერესო ხერხებით არის გაკეთებული, თავისთავად ზოგადად ეს სპექტაკლები მე ნანახი მაქვს ასეთი არავერბალური სპექტაკლები და იმდენად დიდი ემოცია მოაქვს, აი სხეულის ენა ნამდვილად აქ ისეთ როლს ასრულებს, რომ სიტყვები რომ ზედმეტია, ასეთი ფრაზაც რომ არის, სიტყვები ნამდვილად ზედმეტია. გრიგორი ზამზას როლს ბატონი ბუბა აგერბავს და არ გავს ხოჭოს გაცილებით უკეთესად გამოიყურება, თუმცა თუ ასე მაინც ვიღაც ხოჭოების მოყვარულება არ გითხარ, ხოჭოების ლამაზები არა, მაგრამ აი როგორც პირდაპირ ესე ხოჭო უფრო განცდა იმის რომ განიცდის განცდა იმის და შეგრძნება აქვს იმის რომ გადაიქცა ხოჭო და ამას ვთამაშობ და ეს თავიდანვე მოტივიც გვაქვს ამის შექმნილი რომ ანუ რის გამოეწყება ამას დანაშაული შეგრძნება რომ მერე თვითონაც გზნობს და ფიქრობს რომ ხოჭოდ გადაიქცა და ეს როგორ ვითარდება მერე იხილავს უყურებელი ეს თავარი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის. აი ყველა მსახიობს უხარია რა თქმა უნდა და არ შეიძლება რომ არ გახარებოდა და ჩვენს დღევანდელ სტუმარს რა მაინტერესებს ადრე თუ გქონიათ ასეთი გამოცდილება ანუ მოძრაობის თეატრში ყოფნის და საერთოდ აი სამსახიობო თქვენი კარიერის შესახებ რო გითხრათ როგორ დაიწყო რანაირად და საერთოდ სად ვართ როგორ ვართ და რანაირად მე ვარ პროფესიით ქორეოგრაფი ხო ახლა გასაგები კი ბატონო კი პროფესიით ქორეოგრაფი ვარ და ასე რომ ქართულ ნაციონალურ ცეკვების შემსრულებელი ვარ დღესაც ცეკვავ კიდეც და ჩემი ქორეოგრაფის ოსო დეკანოვიძეს მოვიკითხავ აქედან ჯანმრთელობას უსურებ მისი დამსახურებით შემიყვარდა პირველ რიგში სცენა შემდეგ დავამთავრე ქორეოგრაფიული და გიორგიმ შემომთავაზა რომ მოდი თეატრშიც იქნება სინჯოთ რაღაცა და გიორგის მოძრაობის თეატრი ქონდა თავიდანვე რა ამ ჟანრში მოღვაწეობდა ეს თეატრი და მეც ახლა პლასტიკაც მომყვებოდა რაღაც პატარა ნიჭიც მქონდა ალბათ რაც მე გიორგისთან ერთად განვავითარეთ და წავიდა განვითარებაში ეს პრიზ რაც შეეხება პირველი პრიზი იყო ინდივიდუალურად ესე რომ ვთქვათ ჩემთვის ხო ჩემთვის და არც მოველოდი სიმართლე რო გითხრა იმიტომ რომ ძალიან მაგარი მსახიობები არიან ჩემზე ბევრად გამოცდილები მაგრამ თვითონ ამ როლმა მომცა პირველ რიგში ამის საშუალება ვიდრე რაღაცა მე რაღაც როლიდან გამომდინარე და ჩემი პლასტიკით მოსალოცი ამბავია ნებისმიერ შემთხვევაში როგორ მიდიოდა რამდენი ხანი ამზადებდით სპექტაკლს როგორ მუშაობდით გაგიჭირდათ არ გაგიჭირდათ რა სირთულეებს შეხვდით ამასთან დაკავშირებით სპექტაკლის მომზადების პერიოდი უფრო ფიქრის პერიოდი უფრო იყო ცოტა დიდი პერიოდი იმიტომ რომ მე ვიფიქრობდი როგორ გადამეწყვიტა და საით წავსულიყავი და რაღაცნაირად ჩამოყალიბდი ჩემში და თვითონ სპექტაკლი რაც დავიწყეთ სცენაზე დადგმა სულ დაიდგა სადღაც ორ კვირაზე ცოტა მეტ ხანში განვახორციელეთ უკვე სცენაზე. ოღონდ ეს იყო ძალიან ინტენსიური ფაქტიურად სცენაზე ვცხოვრობდით. და აქვე მინდა აღვნიშნო მუსიკა რომელიც ძალიან ახალგაზრდა კომპოზიტორმა ბეგი ნიკოლეიშვილმა შექმნა სრულიად დამოუკიდებელი მუსიკა თავიდან ბოლომდე სპექტაკლისათვის და მანაც მუსიკისთვის ფესტივალზე დაიმსახურა ნომინაცია რა თქმა უნდა და იყო ძალიან კარგი. მინდა აღვნიშნო რომ სპექტაკლი დაიდგა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მათ
ამ საშუალებისთვის და ბედნიერი ვარ, როცა ესე შედეგს ხედავ ბოლოში და ნახოთ ახლა 18-ში ჩვენს მაყურებელს ველოდებით თეატრში, საჩხერეში. როგორია დაინტერესება საჩხერეში თეატრის მიმართ? არის აუდიტორია? საკმაოდ კარგი. დომებული ახალ სპექტაკლს ელოდება პრემიერებს. ელოდება ყოველთვის და ყოველთვის ყავს ჩვენი მაყურებელი, გულშემატკივარი. არა მარტო როგორც მაყურებელი, აქ რეკლამაში არ გამომივიდეს, არის იქ ბევრი წვრილი პატარა ბიზნესი, რომელსაც მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ხელშემწყობი, რომელიც თulis და ფიქრობს, რომ ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებთ საჩხერეში და აი დანარჩენი მსახიობები, ვისაც კადრში ვხედავთ, ეს არის საჩხერის თეატრის, ანუ პავლეიშვილის სახელობის თეატრის დასი არის დაკავებული ძირითადად. დიახ, ძირითადად საჩხერის სულ ყველა ადგილობრივია, ჩვენ ამ პრინციპზე ვმუშაობთ. და 2001 წლიდან დაფუძნების დღიდან ამ თეატრისა ჩვენ თითქმის სულ ადგილობრივი დასია. თითქმის არა, ყოველთვის. და საკმაოდ საინტერესოდ ეს იმერეთის ფესტივალი რო დაიწყო 2001 წელს, 2002 წელს იქიდან მოყოლებული ყველა ფესტივალში გვაქვს. წელს წლევანდელ ფესტივალში. ძალიან მნიშვნელოვანია ესე მომწონს ყოველთვის, იმიტომ რომ აი თბილისში არის ხოლმე რომ ყველაფერი ტარდება თბილისში ცენტრალიზება, ну, თავისთავად არის დედაქალაქია, მაგრამ ბოლო წლებში აი რეგიონებშიც იმდენად აქტიურად არის უკვე რაღაცა ვითარდება ეს ფესტივალები ტარდება და ეს არის ძალიან კარგია, რომ ზუსტად ახლა რაჭის რაჭაში ფესტივალია პირველ წელს დაფუძნდა რაჭა 2025 იქ ვითამაშეთ. პრინციპში ერთი თვის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი, მე იყო სიღნაღის ფესტივალზე შერეკილები გქონდა 500 თამაშობდა ბატონი ბუბა. 500? ვერ წარმოგიდგენია. ვერ წარმოგიდგენია. ბუბას მინდა ვკითხო, ანუ ქორეოგრაფია ფაქტიურად საკუთარი თავის გავიგეთ, რომ ეს ამ საქმეში ხარ და დიდი ხანია უკვე და პროფესიონალი ხარ. დანარჩენ მსახიობებთან მუშაობაც გიწევდა, ანუ როგორც პედაგოგს სიტყვაზე, იმიტომ რომ მე მსახიობი ვარ, მაგრამ აი ხა ასეთ ჟანრში მუშაობა საკმაოდ რთული თემაა და არა, ჯერ აიცი რომ არ ცეკვავ. თუ საჭიროა, აგერ ამაცეკვებენ. გვაქვს, ანუ ყველა სპექტაკლში მაინც და მაინც ქორეოგრაფია არ გამოიყენება, რომელ სპექტაკლშიც გამოიყენება ქორეოგრაფია, იქ რა თქმა უნდა გიორგისთან შეთანხმებით და მითითებით მიწევს მუშაობები და რაღაც მოძრაობები, გამომხატველობითი ფიზიკური ემოციები გადმოვცეთ რა. აი ზამზას მაგალითზე რო ვთქვათ, ძალიან რთული გამოწვევაა ერთი ნაწარმოები, რომელიც არის მარად აქტუალური და მნიშვნელოვანი. ასეთი ურთულესი პერსონაჟი, მისი ეს გარდასახვა, თავად მეტამორფოზა ხო რაც სათავეში ჩადებული. აი ეს ყველაფერი გააკეთო უსიტყვოდ. ეს ხო ესე მარტივად არ არის და აი რომ ორი მუშაობა ჩატარდა. პირადად გაცილებით უფრო აი თვითონ ეს ნაწარმოები, ეს ნოველა გაცილებით უფრო ადვილი გასაკეთებელია ჩემი აზრით, არავერბალურად, ვიდრე ვერბალურად. იმიტომ რომ ეს მეტამორფოზა უფრო საინტერესოდ ხდება და იქ ხო თლიანად მთელი ნაწარმოებები მეტაფორაა თავიდან ბოლომდე და არაერთი მეტამორფოზა. და იქ ასეც იწყება პრინციპში უკვე დასაწყისიდანვე ასე არის და მე შენ გაძლევს იმის საშუალებას რომ შენ გააკეთო დასკვნები ხო? პრინციპში ასე აქვს მას. ანუ ეს შინაგანი მდგომარეობა უსიტყვოდ უფრო კარგი გადმოსაცემია ვიდრე სიტყვიერად რომ სცენიდან ტექსტები ყოფილიყო. ჩემი აზრით, უფრო საინტერესოა დადგმის პროცესი, იმიტომ რომ როდესაც გამზადებული გეზის მიმცემი ტექსტი გაქვს, ხო შეიძლება რაღაცაზე უარს ამბობ და რაღაცას თავს არ ატან ძალას იმისთვის, რომ რაღაც გამომხატველობითი ფორმები მოძებნო, რაღაც ახალი სამეთყველო ენაზე იფიქრო. როდესაც უკვე საკუთარ თავს უყენებ იმის პირობას, რომ აი ეს გამზადებული გეზის მიმცემი ტექსტი მოდი გადავდოთ და აბა უკვე გეწყება ფიქრი იმაზე, რომ აბა როგორ აი ესა თუ ის ემოცია, ესა თუ ის ამბავი, როგორ მოიტანო მაყურებლამდე, ისე რომ ზუსტად აღიქვას მისი ემოცია განცდა სატკივარი საფიქრალითო მთელი ეს ჯაჭვი ურთიერთობის რაც ხო და აი 18 ივლისს მოხდება ზუსტად ეს 18 საათზე ხო საჩხერის აბა საჩხერის თეატრში გელოდებით ყველას ძალიან დიდი სიხარულით თან ეს სეზონის დახურვის ბოლო სპექტაკლი გვირგვინი იქნება ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ წარმატებული სპექტაკლები და კიდევ სხვა ბევრი წარმატებული სპექტაკლები საჩხერლებს კარგი სანახაობა ელოდება. ჩვენ თქვენთან ერთად დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს ზუსტად 12 საათზე და 30 წუთზე ხვალ შევხვდებით. დროებით. ხვალ. ახლამდე ხვალ.
ისეთი რაღაცა სიტუაცია იყო, ისეთი ხალხი გავიცანი, ისეთი რაღაც სითბო ვიგრძენი, რომ აი თავიდან თითქოს დავიწყე ცხოვრება. შესანიშნავი გრძნობა. დიდი მადლობა ეკა ნაცმიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს კოლეგებს, ვინც ამ პროექტისთვის. გული და სულით, აი უზარმაზარ პატივს ვცემ მთელ ამ შემოქმედებით. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა რეკლამის როა